გამარჯობა მეგობრებო, მე ვარ დემო. ეს არის უკვე ალბათ 11 ვიდეო არის, მაგრამ რავი რა, იყოს რაც არის. მოკლედ, ცოტა ხასიათზე ვარ და გადავწყვიტე ვიდეო ჩაგიწეროთ და რამოდენიმე საინტერესო რაღაცა მინდა რომ ვაგიხსნათ. პირველ რიგში წინა გაკვეთილი გახსოვთ, ალბათ ეხებოდა საიტის დაცვას სპამისგან. მოდი განვიხილოთ კოდი და შევეხოთ ესეთ რაღაც, რასაც ქვია ბრაუზერის უსაფრთხოების პოლიტიკა, ანუ კორსი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? ანუ ერთი პეიჯიდან მეორე პეიჯზე რეკვესტის გაკეთება, ანუ მაგალითად YouTube და Facebook-ზე არის შესაძლებელი არის, მაგრამ შეზღუდული არის ბრაუზერის მიერ. ანუ მე თუ რაიმე საიტზე მინდა რომ რეკვესტი გავუშვა, უნდა ვიმყოფებოდი ან მაგ საიტზე, ან უნდა ჩამონაცვლო ჰიდერები. და მოდი განვიხილოთ ხა პირველი საკითხი. კოდის წერის მომენტში. რა შვებოდა ახლა ჩემი კოდი, ნახეთ, მე მქონდა სამიზნე საიტი, საიდანაც მინდოდა ლოკალიდან, ანუ ეს არის ჩვეულებრივი ექსპრეს პაკეტი დავაყენე. ან არა, ფუნქცია გავწერე უბრალოდ, რომ რაღაცა ექნა და შევეჭხე ეს პრობლემას, ანუ fetch ყველას გაგიგიათ ნოტიური JavaScript-ის. fetch-ი. ბევრი რამე შეიძლება fetch-ით გააკეთო. fetch შეიძლება ბევრი რამე გააკეთო, იმიტომ რომ შეგვიძლია ჩაანაცვლო ბევრი რაღაც. მაგალითად, custom ჰიდერები დაუწერო და უთხრა, რომ აი მე ამ საიტიდან ვაგზავნე request. შესაბამისად, მოვატყუო ბრაუზერი, მოვატყუო სერვერი და მიიღო შესაბამისი ინფორმაცია, რაც გჭირდება. და როგორც ვარიანტი, წინაზე გახსოვთ, რომ განვიხილეთ გაცნობას ის სუსტი წერტილები და არის ესევე მეორე საიტი. იმ დღეს გითხარით, რომ ერთ-ერთი დაცვის მეთოდი, დაჟე დაბლოკელი ვარ, არის ის, რომ შეზღუდოთ ადამიანი მესეჯების რაოდენობაზე, რაც გაითვალისწინა ამ საიტმა არა და ზუსტად ერთ და იგივე ვარ და ვიცი, რომ ერთი კაც შექმნილი არ უბრალოდ გადამრავლებული არის და დიზაინია გამოცვლილი. და რა შევეჭეხი, ანუ ამ საიტზე მეტი მომხმარებელი არის. 1.3000-მდე მომხმარებელი არის და მოხდა ესეთი ხარვეზი, რომ როცა SMS-ებს გზავნიდი, ან ჩვეულებრივად ამოვიღე ყველა მომხმარებელი, გაჩვენებთ ხა. user-ს ბლომად არის, კაროჩე 3900-4000 მომხმარებელი არის, ძირითადად ბიჭები, რა თქმა უნდა. და როცა დავიწყე SMS-ის გზავნა ჩემი აკაუნთით, ცადა ესეთი რაღაც პირველი, ცადა ლოკალიდან რო გამეკეთებინა, არ გამოვიდა, იმიტომ რომ არ წავიდა request-ი რის გამო. XRH request-ი არის. XRH request-ი არის ძირითადად PHP-ს არის MIDI towards და Apache server-ზე პირდაპირ, ანუ case-ზე გარედან რაც არის, მაგ ჩამასწორე თუ ზუსტად არ ვიცი, მაგრამ მე ეგრე ვხედავ ყველაფერს. და XRH request-ზე მივხვდი, რომ ჰიდერის ჩასეტვა, ანუ ჰიდერი cookies. Cookie ყველას გაგიგიათ, რაც არის, ანუ user-ის აკაუნთის მონაცემები. არ გამოვიდა. არ გამოვიდა და შესაბამისად ლოგიკა ისევ ავდექი და ავწიე extension-ში. და გაჩვენებთ ხა კოდს, ნუ პირველ რიგში ეს არის გვერდების ამოკრიფვა, ანუ ლოკალში ვინახავ უბრალოდ pages, current pages და შემდეგ გადავდივარ. ეს აპლოდ კონსოლით ვიღებ ყველა user-ის მონაცემებს, რა ჭირდება SMS-ების აგზავნით. ეს არის SMS-ები, როგორ უნდა აკრა, ნუ ბიტზე, Google-ზე ხოდან რაღაცა ისეს, კაროჩე, აქ არის განსხვავებული ტექსტები, ამერია ცოტა. და ეს არის თვითონ XRH request-ი. რომელიც იგზავნება საიტზე, მაგრამ საიტზე იგზავნება extension-ის მეშვეობით. ანუ შესაბამისად, საიტზე გახსნილი კოდი არის. საიტზე რო იხსნება კოდი, ეს XRH-ის მოდულიც იქვე არის ბრაუზერში. და შესაბამისად, cookie მოაქვს უკვე თავისით XRH request, ანუ თავისით სვავს, ეგ წავიკითხე. მაგიტო ვერ ვქენია ლოკალიდან, იმიტომ რომ ჭირდება უშუალოდ საიტიდან ურთიერთქმედება, ანუ ლოკალიდან არ გამოვიდა. რასაც შევეჭეხე, ხა დროს დავხედავ უცბად. ჯერ არის კაცო. რა შევეჭეხე და ანუ როგორც გითხარით, მიახლოებით 10-15 SMS რო გავგზავნე აკაუნტზე, დავიბლოკე როგორც ხედავთ. და მშვენიერი დაცვა არის, ანუ სხვადასხვა user-ს რო ვერ გავგზავნო მოხმარებლების რაღაც, ნუ კაროჩე მივხვდით რაზე ვამბობ ხა. და გთავაზობთ ახლა ესეთ რაღაც, ანუ პირველი მოდი განვიხილოთ ვარიანტები, რით შეიძლება მაგ დაცვას აუარო თავი. და რით შეიძლება კიდე ერთხელ დაიცვათ თავსაყრით. ანუ წინა გაკვეთილის პასუხი არის ეს და მარტივ მაგალითს ხედავთ ამ საიტზე უკვე ცოტა რთულად არის ეგ. მე ხა შემოგთავაზებთ ერთ ვარიანტს. ჩემი ვარიანტი არის ეხლა რადგან მე აქ დაბლოკილი ვარ და საკმაოდ
ну ნორმალურად ვარ დაბლოკილი აქ ახალ აკაუნტს ვერ იმაშვები. ეხლა უნდა გაჩვენეთ ინკოგნიტოში, შად არის. თავი დავიწერა სწრაფად ხსნი. საიტს თავისი დარხეული აქ რატო არ ვიცი ალბათ ჰოსტინგი არის ცოტა იაფიანი ან კიდე DDoS attack ან რაღაცა მსგავს. რისი ახსნა მინდა. საიტს აქვს ძალიან მარტივი რეგისტრაცია, სადაც არ ჭირდება არც მაილი, არც მაილზე პასუხი. არც კაპჩა არ არის, Google კაპჩა გაიგეთ, ზოგ საიტს აქვს, მაგალითად გაცნობა ინფოს ქონდა. შესაბამისად, მე თუ ვნახე რომ უტის აიგენას იქნება იუზერები, შემიძლია ყოველი 10 SMS-ის მერე შექმნა ახალი იუზერი და ახალი იუზერის სახით გაუგზავნო ყველა იუზერს SMS-ები. ცოტა საჩალი თუ არის, მომიწევს დამახსოვრება ვის გაუგზავნო ვის არა. მომიწევს რომ უტის გარკვევა რეგისტრაციის და რესპონსიდან იმ მონაცემის ამოღება cookies-ან სადღაც ჩასმა, სავარაუდოდ. საჩალი თუ არის მოკლედ და შემდეგი გაკვეთილისთვის მაქვს ორი ვარიანტი, მაგრამ ჯერ განახებთ ერთ კაი რაღაცას. ძალიან კაი რაღაცა არ არის, მაგრამ ვისაც გაინტერესებს ესეთ რაღაცები. TikTok-ის დაბაწყდა აი ესეთი საიტი არის. IP ლოგერი ქვია და მაგალითად ეხლა ნახეთ რა შემომტენეს და რა მივიღე, მოკლედ რო გითხრათ. მაგალითად ავიღოთ ეს. აურაძერს კი არტია. Copy image address-ი მივცეთ. აწუჩი უეჭველი უნდა ჩავეტიო და ეს არის ჩვენი ფოტოს ადრესი. ეხლა ნახეთ აქ რა შეიძლება გავაკეთოთ. მითხრეს რომ ანუ URL-ს გადააკეთებს ცოტათი და მოგცემს URL-ს და შესაბამისად შეგვიძლია ეს გაუგზავნო ვიღაცას. და მიიღო IP მისამართი და მდებარეობა, მაგრამ მინუსი რა არის? ეს დედანატირები, ანუ IP logger.com-დან იგზავნება. და რაც შეგვიძლია აირჩიო აქ არის. მეტი არ არის, აი ყველაზე არასაეჭვო 2.0 და რაღაცა 2.0 რაღაცა ეს არის რა. ანუ და ტიპმა ისე წარმოადგინა ეს ყველაფერი და ზიმინე ეს ლინკი გაუგზავნა და რაღაცეები რა იმენ დამაგოიმა ფაქტიურად ეს რომ ინახა და არ დამევასე, მაგრამ თუ ვინმეს გამოგადგებათ, აი ეს რაღაცა არის. ეს რაღაცა არის და სად იგზავნება ხე კარგად. ფოტო იმიტომ უნდა დააკოპიროთ, რომ Messenger-ში ან Telegram-ში ნუ კარგ სოციალურ ქსელში როცა აგდებ მსგავს ლინკს. ანუ ჩარტ-ჩოტი ჩანს რა, ჩანს რომ ფოტო არის პროსტა. როგორც აი საიტს რო ლინკავთ, მაგალითად, კაი საიტს რო ლინკავთ, რასაც SEO-ა გაწერილი ხო ხედავთ, როგორ გამოიყურება რა, ჩემ Telegram-ს პროსტა არ გაჩვენებთ. შესაბამისად, ანუ URL-ი თვითონ ეგეთი საიტი აღარაა და დაჟე redirectიც აქვს, ანუ სად შევდივარ და სად მაგდებს. და მე ამას ესე დაარეფრეშებთ. ნუ გაიგებთ, რომ ყველაზე მაქსიმუმ რაც შეგვიძლია გაიგოთ ჩემი IP მისამართია და ლოკაცია ესე ზუსტი არა, ძველთბილისში ვარ, სოლოლაკში, მაგრამ სიმონ თბილისი ერთ, ძველი თბილისი არის, კაროჩაც აქ მაჩვენებს რა. ისეც საინტერესო არაფერი, მაგრამ ვიცით რომ Windows 10 მაქვს, Chrome 35 კასმარიც რა არის. და დანარჩენი საინტერესო არაფერი. ეხლა უცბად რო შევხედავ, ნუ 8 წუთი არის. 10 წუთში ჩავატიე როგორ ჩანს და ეხლა განვიხილოთ შემდეგი გაკვეთილის ვარიანტები. მე შემოგთავაზებთ ესეთ რაღაც. ნუ პირველი ვისაც გაინტერესებდათ იუზერები შევქმნათ და სპამი გავაგრძელოთ. კი არა თუ ცადოთ როგორ უნდა დავიცოთ საიტის სპამისგან, იმიტომ რომ მეც ცოტა პირადული ინტერესები მაქვს, ჩემ ჩათს ვაბაზრებ. და ასევე შემიძლია შემოგთავაზოთ ესეთ რაღაცა. ცოტა უფრო გავახალისოთ და წერაც ვისწავლოთ, მაგრამ მარტო გაფრჩებაზე ხო არა ვართ. ხო და Electron.js-ი არის ესეთი ბიბლიოთეკა, რაც საშუალებას გაძლევს დაწერა Node.js-ზე desktop აპლიკაციები. აი ეგეთ შეიძლება, კი. ანუ დავწეროთ რაიმე desktop აპლიკაცია და ფუნქციონალს მე თვითონ მოვიფიქრებ, რა მაგალითად კნოპკები ვექნება, დააწვევი რაღაცას წამოიღებ, დააწვევი გადააკეთებ ან ჩაასწორებ. ან თუნდაც დააწვევი და რაიმე საიტს DDoS attacks გავუკეთებ. ეგეც მაინტერესებს, იმიტომ რომ შეიძლება მაგის გაკეთება. მოდ IP-ები უნდა ცვალო, კი. და უსაფრთხოების პოლიტიკაზე რა უნდა მეთქვა კიდე. ნუ ჯამში ეგ არის რა, ანუ ან ლოკალიდან აკეთებ და ჰიდერებს ანაცვლებ. ან კიდე შესაბამისად საიტზე extension-ს აკეთებ და იმ საიტიდან ჩვეულებრივად ჩალეჩებ, მაგრამ ერთი საიტინა შეგვიძლია მარტო რაღაცა მოითხოვო. სერვერს როცა აწყობ, მაშინ ხო ეუნები კორსის პოლიტიკას ეუნები, რომ აი მაგალითად request-ები ამ დომეინიდან მიიღეო რა და refers დაუწერ ჩვეულებრივად. ძირითადად ხა როგორ ხდება და როგორ უნდა ისწავლოთ ისეთ აი მაგალითად რაიმე request-ის headers დაითრევთ. აი ხა არ გადავწდე. ნუ დროებით რა უნდა დაგემშვიდობოთ ხა.